მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი საავტორო გადაცემა სახალხო სასამართლო ისევ დაგიბრუნდათ და პირველ რიგში როგორც ყოველთვის დაგლოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მშვიდობა მისცეს ქართველებს, რადგან მშვიდობა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ განვითარდეთ და შევქმნათ და ავაშენოთ მრავალეროვანი, მართლმადიდებლური, ქართული, ერთიანი სახელმწიფო საქართველო და ამ მშვიდობის პირობებში ჩვენი მომავალი თაობები გავსარდოთ, აღზარდოთ ღირსეულ ქართველებად. დღეს ამ წლის 2024 წლის ბოლო გადაცემა არის და დღეს ერთი მხრივ შევაჯამებ 2024 წლის პერიოდს და იმას თუ რა გავაკეთეთ 2024 წელში ჩვენ და მეორე მხრივ ვისაუბრებ რა არის გასაკეთებელი 2025 წელს. პირველ რიგში მოგილოცავთ ახალი სტილით დამდეგ ახალ წელს, მინდა საზოგადოება მიცის და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ნამდვილი ახალი წელი, ანუ მართლმადიდებლური ახალი წელი, ქრისტიანული ახალი წელი, რომელიც ქრისტეშობის მერე დგება, ჯერ ქრისტეშობა უნდა ვიზეიმოთ ღვთისშეწევნით, ეს სასიხარულო დიდი დღესასწაული, შეგეწიოთ ქრისტეშობის მადლი და უფალმა დაგლოცოთ და დალოცოს საქართველო და ღმერთმა მშვიდობა მისცეს საქართველოს და ქართველებს, ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ქრისტეშობა ღვთისშეწევნით და მერე უნდა ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი, ვინც ახალ წელს ახალი სტილით იყენებს, ყველას მიულოცავ, ვინც ძველი სტილით იყენებს, ყველას მიულოცავ და 2024 წელს ეს არის ჩემი ბოლო გადაცემა და 2025 წლიდან სავარაუდოდ ქრისტეშობის შემდეგ განვაახლებთ გადაცემებს და იმედი მაქვს, რომ 2025 წელს ჩვენი გადაცემები იქნება უფრო საქმიანი, უფრო ეფექტური, უფრო შედეგებზე ორიენტირებული და მივახცევთ იმას, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით, ერთიანობით, ერთობით ავაშენოთ ერთიანი, მრავალეროვანი, მართლმადიდებლური, ქართული სახელმწიფო, საქართველო. თუმცა ამ საახალწლოდ, წინა საახალწლოდ და დღეს რადგან ბოლო გადაცემა არის, დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში, დღეს 29 დეკემბერია და დღეს მოხდა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართა და პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს პრეზიდენტი არჩეული იქნა ხმოსნების მიერ, რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობის ფორმა ითვალისწინებს, პრეზიდენტს ირჩევენ ხმოსნები და პრეზიდენტი ფიცდებს პარლამენტის წინაშე. ეს იურიდიული პროცედურა განხორციელდა, ყავს ახალი პრეზიდენტი, უკვე უფლებამოსილებაში შესული პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, ღმერთმა დალოცოს ბატონი მიხეილი როგორც პრეზიდენტი, ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი, მისი შვილები და ღმერთმა დალოცოს საქართველო და უსურვოთ ბატონ მიხეილს წარმატებული და ღირსეული საქმიანობა და იმ საქმის კეთება, რასაც საქართველოს სამსახური ჰქვია. მე ჩემი შეხედულება მაქვს ბატონ მიხეილზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი შეხედულება, მაგრამ ერთ ანდაზას გაგახსენებთ, როდესაც მოყვასის თვალში ბეწვს დაინახა,
და მიუთითებ, რომ იმას ბეწვი აქვს თვალში, მანამდე ეცადე, რომ შენ თვალში დირე დაინახო. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს აჟიოტაჟი ატეხილი ბატონი ყაველაშვილის დიპლომზე, რომ თურმე ბატონ ყაველაშვილის დიპლომი არ ჰქონია, ეს აჟიოტაჟი არის ქვეყნის როიტყვიან სიძულვილით გამსჭვალული და ხალხის სიძულვილით გამსჭვალული, იმიტომ რომ რეალურად თუ დაუფიქრდებით და გავისიგრძეგანებთ სიტუაციას, ამათთვის, ანუ ლიბერალებისთვის, ლიბერალური ნაწილისთვის მეტრად მიჩნეული და მაგალითად მიჩნეული ამერიკის სახელმწიფო, თუ ჩვენ ამერიკის სახელმწიფოს ისტორიას გადავხედავთ, ამერიკის სახელმწიფოს ყავდა მინიმუმ 6 პრეზიდენტი, დაწყებული ჯორჯ ვაშინგტონით, ყავდა მინიმუმ 6 პრეზიდენტი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა დიპლომი. დიპლომი არ გააჩნდა საერთოდ, იმიტომ რომ იმ დროისთვის ეგეთი, ასე რომ ვთქვათ, დეკლარირებული დოკუმენტი, რასაც დიპლომი ჰქვია, არ არსებობდა და ბუნებრივია, ვერც ამერიკის პრეზიდენტებს ვერ ექნებოდა დიპლომი. აქედან გამომდინარე, ის ყბადაღებული თემა, რომ თურმე ყაველაშვილს დიპლომი არ აქვს, დიპლომი არ ჰქონდა ვაშინგტონს, არ ჰქონდა ნიქსონს, ტრუმენს და ასე შემდეგ, შემიძლია ჩამოთვალო ერთი 6 პრეზიდენტი კიდევ, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა დიპლომი. და ზოგმა მათგანმა, თუ კარგად ჩაიხედავთ ამერიკის ისტორიაში, არა მარტო დიპლომი არ ჰქონდა, ზოგმა მათგანმა წერა-კითხვა არ იცოდა ინგლისურად. ამერიკის პრეზიდენტი იყო, მაგრამ წერა-კითხვა არ იცოდა ინგლისურად. რაც ნიშნავს იმას, რომ პატრიოტიზმს და ქვეყნის მსახურებას და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებას დიპლომი არ უნდა. ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებას და პატრიოტიზმს და ეროვნულ ღირებულებებზე დგომას უნდა პირველ რიგში ზნეობა, სინდისი, მორალი და მართლმადიდებლური სარწმუნოების ცოდნა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დგომა, რომ გქონდეს ეს ღირებულებები. ასე რომ ყაველაშვილის დიპლომზე, ვისაც გააქვთ ატეხილი აჟიოტაჟი, დაჩუნდით პატივცემულებო, დაჩუნდით, იმიტომ რომ სიცხვილია ვიღაცამ მერე რომ გითხრას, რომ ამერიკის 6 პრეზიდენტი იყო, რომელსაც დიპლომი არ ჰქონდაო, ამით შერცხვებით, იმიტომ რომ დიპლომი არ არის განსაზღვრელი. აქედან გამომდინარე, უშუალოდ ახლად არჩეულ პრეზიდენტს ღირსეული და ნაყოფიერი საქმიანობა და ახლა გადავიდეთ იმ ნოტაზე, რა ნოტაზეც საჭიროა, რომ ქვეყანა გადავიდეს. ანუ მადლობა ღმერთს, იყო ამ საინტერესო ქალს, არ გავლანძღავ, ამ საინტერესო ქალს, უცნაურ ქალს უпроსწორად, სალომე ზურაბიშვილს, იყო გონიერება, მადლობა ღმერთს და რაღაცა უბედურება არ დამართა ქვეყანას, არ გამაგრდა იმ ორბელიანების სასახლეში და მშვიდობიანად წაბძანდა. განაცხადა, რომ წაბძანდა და ამით აგვაცილა ერთ სამართლებრივ პრობლემას, რომ ქვეყანას ააცილა, ესე იგი, პერიპეტიები იურიდიული იმისა, რომ არ იქნებოდა ნამდვილად სასიამოვნო პრეზიდენტის ყოფილის, მაგრამ პრეზიდენტის მაინც სისხლსამართლის პასუხისმგებაში მიცემა, არ გამოჩნდებოდა ეს საერთაშორისო ასპარეზზე კარგად და კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს, რომ იყო ამ უცნაურ ქალბატონს გონიერება და ეს დანაშაული არ ჩაიდინა. თუმცა, ახლა ქართულ ოცნებას აქვს მისაღები მთელი რიგი გადაწყვეტილებები და ქართული ოცნება, ჩემი აზრით, არ უნდა მოიქცეს ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარიყოს. ანუ, ახლა ქართულმა ოცნებამ ეს არ უნდა მიაყურისძიროს და ისე არ უნდა მოიქცეს, თითქოს არაფერი არ მომხდარიყოს, იმიტომ რომ რეალურად 35 დღეა უკვე ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე ღიად
დგანან პოლიტიკურ ავანსცენაზე, ღიად არიან გამოსული ავანსცენაზე, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე 35 დღეა უცხოელების ფულით და არც მალავენ, უცხოელების ფულია, არც ესენი მალავენ და უკვე აღარც ისინი მალავენ, რომ ფული მათი არის, 35 დღეა უკვე ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელების ფულით აჯანჯღარებენ ქვეყანას და შავ დღეში ჩააგდეს ქვეყანა და კინაღამ გადაყარეს რაღაცა უბედურებას. ქართულ ოცნებას უნდა მიულოცო ახალი წელი და უნდა უთხრა, რომ ახალი წლის შემდეგ გადავიდეს საქმის კეთებაზე. საქმეა საკეთებელი, ბევრი საქმეა საკეთებელი და ბევრი საქმეა საკეთებელი პირველ რიგში სამართლებრივად. თქვენ გაქვთ ბატონო, ეგერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიება ამ მოვლენებთან დაკავშირებით, გიდევთ უამრავი დოკუმენტი 400 ფურცელი წარმოგიდგინეთ ორ განცხადებასთან ერთად. განცხადების ნომერია 29-26-53 და დაინტერესდით ბატონო ხელისუფლებაო, რომ თქვენ გიდევთ თვალწინ პირდაპირ კიცებულებები იმისა, რომ ჩემს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დამფუძნებლები, ვინც პირდაპირ დგანან პოლიტიკურ ავანსცენაზე, ეს ხალხი უცხოური ფულით ქვეყანაში დესტაბილიზაციას აწყობდა და კიდევ აპირებს მოწყობას. ეს რომ ქალბატონი სალომე წაბძანდა ახლა იმ შენობიდან, ეს იმას კი არნიშნავს, რომ ამით რაღაცა ამოიწურა. აღარ ბძანა პატივცემულმა, რომ მე აღარ ახლა გამოვალ დავდგებიო თქვენთან ერთადო უთხრა იმ ამრევებს და ერთად ვურიოთ ქვეყანა. ანუ ამით კი არ მორჩა, უბრალოდ კიდევ ერთი ამრევი მიემატა ქვეყანას. ახლა ადრეც იყო ის ამრევი, მაგრამ ახლა უკვე ფიზიკურად აღარ მიდგებიო უთხრა. ანუ ახალი წლიდან ქართული ოცნების ხელისუფლებას ისაღები აქვს მთელი რიგი სამართლებრივი გადაწყვეტილებები, სამართლებრივი შეფასებები აქვს მისაცემი ამ ყველაფერს და ქართული ოცნების ხელისუფლებამ არ უნდა მიაყურისძიროს, არ უნდა მიასამშაბათოს, რაც არაერთხელ მომხდარა, არ უნდა მიასამშაბათოს ის გამოძიებები, რაც მიმდინარეობს. ყველა დაწყებული გამოძიება უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და ყველა სავარაუდო პასუხისგებაში მისაცემი პირი უნდა იქნას გამოვლენილი და შესაბამისად უნდა იქნას დასჯილი. ჩვენ თუ ვართ სახელმწიფო და ბევრს აქვს პრეტენზია, რომ ჩვენ სახელმწიფო ვართ, ჩვენ თუ გვქვია სახელმწიფომ უნდა მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, რაც თავისთავად არსით გულისხმობს, რომ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები არის სამართლებრივი გადაწყვეტილებები მისაღები, ანუ სამართალთან შესაბამისობაში მოყვანილი გადაწყვეტილებები და ახლა ბურთი თქვენ მხარეს არის, ქართული ოცნების მხარეს და ეს აუცილებლად უნდა მიიყვანოს ბოლომდე, რომ შემდეგში არ გაუჩნდეს ვინმეს შესაბამისი სურვილი, რომ კიდევ ერთხელ არიოს ქვეყანა და კიდევ ერთხელ საფრთხის ქვეშ დააყენოს ქვეყნის სუვერენიტეტი და საფრთხის ქვეშ დააყენოს ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც მე იმაჩნია, ხალხის უსაფრთხოება. აი, თქვენ უყურებდით საჯაროდ ტელევიზიით, უამრავი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები, სინამდვილეში ექსტრემისტები, საჯაროდ გამოხატავდნენ მოსაზრებას, რომ მათ სჭირდებოდათ მსხვერპლი. ანუ მსხვერპლშეწირვას ელოდებოდნენ ისინი, ვიღაცის მოკვლას ელოდებოდნენ, რომ ქვეყანა უფრო მეტად აერიათ. გულწრფელად ვამბობ, მე არავისი დაპატიმრება არ მინდა, როგორ შეიძლება ვინმეს დაპატიმრება მინდოდეს,
როგორ შეიძლება ვინმეს ციხეში გაშვება მინდოდეს, მაგრამ მე უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო, აქედან გამომდინარე საჯაროდ ვაცხადებ, რომ ყველა ის პირი, ყველა ის ექსტრემისტი და ამრევი, რომელიც ელოდებოდა მსხვერპლს და ამით ცდილობდა პოლიტიკური ქულების მიღებას და პოლიტიკური სიტუაციის სათავისოდ შემოbrunებას, ყველა ის პირი არის დასასჯელი. იმიტომ კი არა რომ მე მინდა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი სხვანაირად ვერ განვითარდება და სხვანაირად ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერანაირ შედეგს. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. აგერ მოვახთ ისეწევნით ქრისტესობა, შეგეწიოთ ქრისტესობის მადლი და ღმერთმა დაგლოცოთ და როდესაც ეს არდადეგები გავა და ისეწევნით ვიზეიმებთ როგორც ახლით ახალ წელს, ისე ძველით ახალ წელს და შეუდგებით ახალი წლის საქმიანობას. ახლა მოკლე მონახაზით, ძალიან მოკლე მონახაზით მოგიყვებით რეალურად რა არის გასაკეთებელი 2025 წლის დასაწყისში. ის რომ ჩვენ მშვიდობიანად შევძელით პრეზიდენტის ინაუგურაცია და არ მოხდა ამას ექსცესები, ეს კარგია და სახელმწიფო გადატრიალების საკითხი რომ მშვიდობიანად მოგვარდა და ჯერჯერობით ვერ შეძლეს ამ საშინელი გეგმის შესრულება, ეს კარგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამან თქვათ ამაზე მხარდაჭერაზე უნდა ვიყოთ გამოწვეულები და არ უნდა დავასრულოთ გამოძიება. ანუ აუცილებელია დასრულდეს გამოძიება იმ საკითხთან დაკავშირებით და აუცილებელია გაირკვეს და დადგინდეს ვინ არიან ეს ხალხი, რომელსაც ქვეყნის დაქცევა, არევა და ქართველი ახალგაზრდების სიკვდილი და დესტაბილიზაცია უნდა და შესაბამისად უნდა დაისაჯონ ის ხალხი. ეს არის პირველ რიგში გასაკეთებელი საკითხი. თუმცა ამ ქართული ოცნების ხელისუფლების უკვე მე-16 ანუ 12 წელი გავიდა უკვე და მე-4 კრუგზე წავიდნენ, 3 კრუგი უკვე იყვნენ ხელისუფლებაში 12 წელი. ამ მე-4 კრუგზე დღის წესრიგიდან სულაც არ მოხსნილა, აი ამდენი კარგი რამე თქვი რომ მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად უმორჩა, თუმცა აი მე-4 კრუგზე მიდის ქართული ოცნება და დღის წესრიგიდან სულაც არ მოხსნილა სასამართლო სისტემის გაუმართავობა. ანუ სასამართლო სისტემის გაუმართავობა როგორც პრობლემა დარჩა. ანუ ყველაფერი უნდა ვთქვათ ამ საახალწლოდ, იმიტომ რომ ახალი წლიდან შეუდგეთ ამ საკითხების მოგვარებას. ანუ სასამართლო სისტემის გაუმართავობა დარჩა გაუმართავობად. ის პრობლემა, რაც სასამართლო სისტემაში იყო, რომ თითო მოსამართლეს ასეულობით საქმე აწერია და პრაქტიკულად ამ საქმეების განხილვის ხარისხი არის პრაქტიკულად ძალიან დაბალი და შედეგიც არის ძალიან დაბალი. ეს პრობლემა დარჩა და ეს პრობლემა იმ წელიწადში რადიკალურად მისახედია, ანუ რადიკალურად შესაძლელია მიდგომა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ფორმით ხელისუფლებას მინდა მიუთითო, რომ ამ ფორმით თქვენ სასამართლოს აძლევთ საშუალებას, რომ ხალხი თქვენს საწინააღმდეგოდ განაწყოს. ანუ ყველა ის მოქალაქე, რომელიც 5-6 წელი და 7 წელი ელოდება სასამართლოსგან მართლმსაჯულების განხორციელებას და ვერ აღწევს შედეგს, ყველა მათგანი პოტენციურად თქვენი მოწინააღმდეგეა. იმიტომ რომ მოქალაქეს, რომელიც სამართალს ვერ პოულობს სასამართლოში, იმას ვერ აუხსნის ვერც ერთი იურისტი და ვერ დააჯერებს, რომ იცი რა, აღმასრულებელი ხელისუფლება ცდილობს, მაგრამ სასამართლო არ ვარგა. და ამას რადგან მოსახლეობა ვერ გებულობს, ყველა ის მოქალაქე, რომელიც წლები ელოდება მართლმსაჯულების განხორციელებას, პოტენციურად თქვენი მოწინააღმდეგეა.
თუ ეს გაწყობთ რომ მოსამართლე თუ ეს გაწყობთ რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები რომელიც სამართალს ეძებენ სასამართლოს უხეირობის გამო თქვენს წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები, მაშინ თქვენ თავისუფლები ყოფილიყართ. იმიტომ რომ სასამართლო სისტემის გაუმართავობა რეალურად თქვენ გაზარალებთ როგორც ხელისუფლებას, იმიტომ რომ მოსახლეობას ასე მარტივად ვერ აუხსნით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება სხვა არის და სასამართლო ხელისუფლება სხვა არის. თუმცა მე მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლება 12 წლის განმავლობაში ეწევა ღია საბოტაჟს. ეს მართალია თქვენ ვერ დაინახეთ ქართული ოცნების ხელისუფლებამ, მაგრამ მე კარგად ვიცნობ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს, პიროვნებებს შიგნიდან, ყველა მათგანს ვიცნობ და მიმაჩნია აბსოლუტურად გულწრფელად, რომ სასამართლო ხელისუფლება 12 წლის განმავლობაში ეწევა საბოჟდას და შეგნებულად აჭიანურებს საქმეების განხილვას წლობით, რომ ეს ხალხი განეწყოს ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ. და თქვენ გიწევთ სასამართლო ხელისუფლების დაცვა, რომ თურმე სასამართლო ობიექტური ყოფილა. გეკითხებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში არის ბევრი კარგი სწავლული იურისტი. ვინ არის ობიექტური? დაგავიწყდათ, ვინ იყო ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე თუ სასამართლოს კლანის ბოსები ვინ იყვნენ დაგავიწყდათ და ვინ არიან ეს ხალხი და რისი გამკეთებლები არიან. თქვენ ახლა მართლა გჯერათ, რომ ესენი ობიექტურები არიან? იმდენი არაა ჩემი მტერი, მაგრამ ახლა თქვენ გჭირდებათ ეს. თუმცა ისინი თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობენ და მათი უვარგისი საქმიანობა განაწყობს მოსახლეობას ქართული ოცნების ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ეს აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხია და უნდა იზრუნოთ ამაზე, თუ გინდათ რომ ხალხი კმაყოფილი იყოს. არის კიდევ ერთი რთული საკითხი, რომელიც 12 წლის განმავლობაში უნდა მოგეგვარებინათ და რომელმაც თავისი ფაქტობრივი შედეგი გვაჩვენა და ეს ფაქტობრივი შედეგი არის ძალიან სავალალო. მე არაერთ გადაცემაში მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხირებული ნაწილი არის ახალგაზრდობა. ჩვენ მამების თაობა, ვინც ვართ მამები, ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ შემდეგში 10 წლის ან 20 წლის შემდეგ ჩვენი შრომა ჩაიყრება წყალში, თუ ჩვენი მომავალი თაობა სწორ ღირებულებებზე არ აღზარდეთ. მარტო გავზარდეთ კი არა, აღზარდეთ. აღდგენობით საკითხში საქმე გვაქვს ძალიან რთულად. უბრალოდ რთულად კი არა, ძალიან რთულად. რატო გვაქვს რთულად? ერთ-ერთ გადაცემაში გავიხსენე და ეხლა ნაწილობრივ შევეხები ამას. მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლიდან 2006 წლამდე ამოთხარა განათლების სისტემა და განათლების სისტემიდან პანგურით ბოდიში ამ გამოთქვისთვის გაყარა ყველა ქართულად მოაზროვნე, ეროვნულად მოაზროვნე და ღირსეული ტრადიციული პროფესორ მასწავლებლები. და შემოყარა აი ესე ძალათი ჩანერგა, ასე რომ ვთქვათ, ლიბერალური აზროვნებისა და ლიბერალური ორიენტაციის მქონე პროფესორ მასწავლებლები და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ განათლების სისტემაში თითქმის აღარ გვყავს, სულ აღარ გვყავს მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ თითქმის აღარ გვყავს ეროვნული ღირებულებების მქონე და ქართულ ტრადიციების მქონე პროფესორ მასწავლებლები, იმიტომ რომ რასაც ახლა თქვენ უყურებთ, ხო? ჩვენც ხო უყურებთ ამას ყველაფერს. ბოლო 30 დღის განმავლობაში რასაც ჩვენ უყურებთ, ხო? ეს ახალგაზრდობა არის იმ განათლების სისტემის და იმ აღზრდელობითი სისტემის პროდუქტი, ბოდიში ამ გამოთქვისთვის, იმიტომ რომ რეალურად ასეთი არის სურათი, იმიტომ რომ სწავლა აღზრდის საკითხს არეგულირებს განათლების სისტემა და პროდუქცია არის ახალგაზრდობა. ანუ როგორ ახალგაზრდობას გამოუშვებს, როგორც ასე რომ ვთქვათ, სწავლა მიღებულს. ჩვენ ვუყურებთ ახლა, ღიად ვუყურებთ ამ პროცესს და მივიღეთ
რა ხედავთ კოსმოპოლიტური აზროვნების და მართლმადიდებლური სარწმუნოების საწინააღმდეგოდ განწყობილ დიდი რაოდენობით ახალგაზრდობას. რაც ტრაგედია არის. აი მიუვარდნენ დიდებულ ქართველ ღირსეულ კაცს მამა შალვა კეკელიას. კვერცხები ესროლეს საქართველოში და თბილისში ერთ-ერთ პირველს, აი ყველაზე პირველ ეკლესიას და ყველაზე დიდ სიწმინდეს აჩის ხატს. და ეს ლიბერალური ნაწილი, ახალგაზრდების ლიბერალური ნაწილი უკვე ღიად აღარ მალავს და საჯაროდ აცხადებს, რომ ისინი დაანგრევენ საპატრიარქოს, დაანგრევენ ეკლესიებს და ღიად აგრესიულად არიან განწყობილები მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ქართული ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ. ლანძღავენ ეკლესიას, ლანძღავენ სასულიერო პირებს, ლანძღავენ პატრიარქს. აი ეს სურათი ჩვენ მივიღეთ ერთი ძალიან საშინელი მდგომარეობის გამო, რომ 2004 წლიდან სააკაშვილის გუნდმა ამოთხარა და თლიანად მოსპო ეროვნული ღირებულებებისა და მართლმადიდებლური სარწმუნოებაზე დამყარებული სასწავლო პროგრამები და პროგრამებიდან ამოიღო თითქმის ყველაფერი ქართული და მივიღეთ ასეთი უვარგისი სასწავლო პროცესი. რეალურად მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც გიხსენით, რომ ამ დესტაბილიზაციის პროცესში ღიად მონაწილეობდნენ განათლების სისტემის მასწავლებლები შიგნით და დაგისახელეთ, რომ თბილისის სკოლებში და არა მარტო თბილისის სკოლებში მასწავლებლები პირდაპირ მოუწოდებდნენ უფროს კლასელებს, რომ აარევლოთ სკოლებში და დაეწერათ პლაკატები და წასულიყვნენ მიტინგებზე და დამდგარიყვნენ სკოლების წინ პლაკატებით. აი ეს არის პოლიტიზირებული განათლების სისტემა და მისახედია ეს საკითხი, რომ განათლების სისტემაში პოლიტიზება არ შეიძლება, მაგრამ უფრო მეტად მისახედია საკითხი, რომ განათლების სისტემაში ახალი წლიდან უკვე ქართულმა ოცნებამ უნდა შეასრულოს თავისი დანაპირები, ქართული ოცნება დააკვირდა, რომ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას შეიმუშავებდა. 3 წელიწადია დგას ეს საკითხი, ეხლა კი არ დაწყებულა. 2022 წელს დაიწყო. 2022 წელს დაიწყო ეროვნული სასწავლო პროგრამის შემუშავება, მაგრამ ჯერ არავის უნახავს ეს სასწავლო პროგრამა დაწერილი გამზადებული სახით და ახლა დროა უკვე დაგვიანებულიც არის, მაგრამ ერთმან უქნას ისე დაგვიანდეს, რომ მე უკვე ვეღარ ვუშველოთ. დროა უკვე აუცილებელი ფაქტორია და აუცილებელი გარემოება არის. დროა უკვე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოიწვიოს თავისთან და მადლობა ღმერთს ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში ეროვნულად მოაზროვნე პროფესორ მასწავლებლების დიდი გუნდი, რომლებსაც შეუძლიათ ეროვნული ღირებულებებზე დაფუძნებული პროგრამების დაწერა, შექმნა და გამზადება და გაზაფხულიდან უკვე უნდა შევუდგეთ, ახალი წლიდან რომ გადავალთ ისეწევნით და ყველაფერი მშვიდობით იქნება, უნდა შევუდგეთ ქართული ეროვნული მართლმადიდებლური და ეროვნულ ღირებულებებზე დამყარებული სასწავლო პროგრამების შემუშავებას და ჩვენ რომ არ დავჩაგროთ რომელიმე სხვა ეროვნების წარმომადგენელი და მე არ დაგვაბრალო რომ ჩვენ ვინმეს ვავიწროებთ, ჩვენს ქართულ ენოვან სკოლებში ვასწავლოთ გაძლიერებული ფორმით საქართველოს ისტორია, გეოგრაფია,
გაძლიერებული ფორმით ვასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა. გაძლიერებული ფორმით ვასწავლოთ ისეთი ღირებულებები, რომლებიც ერს, ტრადიციას, მორალს, წარმოდგენას მისცემს ახალგაზრდობას, რომ რაზე იდგა 20 საუკუნის განმავლობაში ჩვენი წინაპარი. ანუ რა ღირებულებებზე იდგა. ამისთვის საჭიროდ მიმაჩნია ქართულენოვან სკოლებში შევიდეს და ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია. აი, ვინმე არ დამაბრალოს, რომ პირდაპირ ვასწავლოთ საღვთოს ჯული, პირველ ეტაპზე კარგი იქნება თუ ქართულენოვან სკოლებში ვასწავლით რელიგიის ისტორიას, ანუ ახალგაზრდებს ვასწავლოთ რელიგიური მოძღვრებების ისტორია, რითაც წარმოდგენას შევუქმნით ყველა მსოფლიოში არსებული ტრადიციული რელიგიების შესახებ, შევუქმნით წარმოდგენას, რაც შემდეგში დაუეხმარება იმისთვის, რომ მათ სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე და გავზარდოთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაფუძნებული ზნეობრივად სწორად მოაზროვნე ახალგაზრდობა. თუმცა ეს არ არის საკმარისი და რელიგიის ისტორიის სწავლების შემდეგ უახლოეს 5 წელიწადში ჩვენ უნდა მოვამზადოთ სასწავლო პროგრამა, რომლითაც ქართულენოვან სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ხას უსმევ დაწყებითი კლასებიდან, არა მარტო დიდებში, არამედ დაწყებითი კლასებიდან უნდა ისწავლებოდეს საღვთოს ჯული. საღვთოს ჯული აუცილებელი საგანია, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში დაწყებითი კლასებიდან, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ დავბრუნდეთ, ქართველი ერი დაუბრუნდეს იმ თავის ძირითად საწყის, რაც არის მართლმადიდებლური სარწმუნოება და ჩვენი შვილები აღზარდოთ სწორი მართლმადიდებლური ღირებულებებით. ამის საფუძველს მაძლევს მე პირადი გამოცდილება და გაგიმხელთ ამ პირად გამოცდილებას, რომ ბოლო 3 წელიწადია ქუჩაში ახალგაზრდებს ერთი და იგივე რაღაცას ვეკითხები, რომ მათ იციან თუ არა 10 მცნება და შედეგი გვაქვს ძალიან ცუდი. ახალგაზრდების 80%-მა 10 მცნება საერთოდ არ იცის და იმ 20%-დან სადღაც 5%-მა თუ იცის 10 მცნება, ისიც თანმიმდევრობით არ იცის იმ 5%-მაც და ახალგაზრდობას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა იმ 80%-ს რა არის მეხუთე მცნება. გაგახსენებთ, მეხუთე მცნება გასწავლის პატივეცი მამას აშენსა და დედას აშენსა, რამე თუ კეთილი გეყოს შენ და ღერძელი იყო ქვეყანასა ზედა. შეხედეთ რას გვასწავლის უფალი გვასწავლის, რომ მამას და დედას ეცი პატივიო და ოჯახს ეცი პატივიო. ვინც ოჯახს და თავის მამას და დედას არ სცემს პატივს, როგორ უნდა დამაჯეროს იმან, რომ უფალი უყვარს და სწამს. ასე ვართ აცდენილი ძირითად საწყის, ანუ ძირითად საყრდენს, რაზეც იდგა 20 საუკუნე. ხარს უსვამ 17 საუკუნეა უკვე სახელმწიფო რელიგია. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება კი არ არის საჭიროაც. ეს იურიდიული სისულელეა. იმიტომ რომ მეფეზე დიდი ლეგიტიმაცია საქართველოში არც ერთ თანამდებობის პირს არ ჰქონდა. მეფემ მირიანმა და დედოფალმა ნანამ მიიღეს მართლმადიდებლური სარწმუნოება, მოინათლენ და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მართლმადიდებლობა. 17 საუკუნეა უკვე. ამას ხელახლა ვეღარ გამოაცხადებს ვერავინ. სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლობა არის საქართველოში, ახლა ჩვენ კეთილი ვინებოთ და ეს ვასწავლოთ ახალგაზრდობას. სხვა შემთხვევაში ბოდიში თქვენთან, მაგრამ დავიღუპებით. ავწდებით ჩვენს ფესვებს, ავწდებით ჩვენ საყრდენს და მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგს ეროვნულად, იმიტომ რომ ახალგაზრდა, რომელიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ლანძღავს, ეკლესიას კვერცხს ესვლის და ბოდიში თქვენთან და
ქუჩაში საჯაროდ დედას მაგინებს, ის ახალგაზრდა ღირსეულ ქართულ ოჯახს ვერ შექმნის და ქართულ სახელმწიფოს ვერ ააშენებს. გეკითხებით ყველას, ვინც ამას მოისმენთ, რა გინდათ თქვენ? თავისუფლება ხო გინდათ? იცით რა არის თავისუფლება? აი ყველას გეკითხებით, კაცო, ვინც ამას მოისმენთ. იცით რა არის თავისუფლება? თავისუფლება არ არის ხორციელი მდგომარეობა. ხორციელი მდგომარეობა არ არის თავისუფლება. ყველა ქცევითი თავისუფლება საბოლოო ჯამში მიდის სიბილძემდე. იმიტომ რომ ადამიანის ხორცი ცოდვილია და ცოდვისკენ არის მიდრეკილი. თავისუფლება არის სულიერი მდგომარეობა. რას ნიშნავს სულიერი მდგომარეობა? ადამიანი თავისუფალია ღვთისგან. ღმერთმა მიანიჭა ადამიანს თავისუფლება. იმხელა დიდი თავისუფლება მიანიჭა, რომ რწმენის არჩევანის უფლება მისცა. ვინმე ხო არ გაძალებთ, რომ მართლმადიდებელი იყოთ, ხო? არჩევანის უფლება გაქვთ. ირწმუნოთ იესო ქრისტე დიდება და მადლობა უფალს და გათავისუფლდეთ ცოდვებისგან. ეს არის ნამდვილი თავისუფლება. ასეთი თავისუფლება უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს. ის კი არა, რომ სხეული შენია, აი რასაც ლიბერალები ასწავლიან. დაუყვის გზაზე დგას ჩვენი ახალგაზრდობა. ლიბერალები ასწავლიან, რომ სხეული შენია და როგორც გინდა ისე მოიხმარე. რაც გინდა ის ქენი. ეს სიბილძეა უკვე. ეს არ არის თავისუფლება. ამ ტიპის თავისუფლება მიგვიყვანს ძალიან ცუდ შედეგამდე და ჩვენი ახალგაზრდობა ამ გზით დაიღუპება. ამიტომ ჩვენი მოვალეობა არის ჩვენი მოვრჩეთ ამ პოლიტიკურ პერიპეტიებს, დავამთავროთ ეს პოლიტიკური ვაკხანალია და შევუდგეთ ჩვენს ქვეყანაზე სამშობლოზე ზრუნვას. ეს არის სწორი მიმართულება. ვიზრუნოთ ჩვენ სამშობლოზე, აღზარდოთ ეროვნულად მოაზროვნე თაობა, აღზარდოთ მართლმადიდებლური რწმენის მქონე, აი შინაგანად სულიერად განათლებული თაობა, დავალაგოთ სახელმწიფო ინსტიტუტები თავის ადგილას, ნუაურებთ ამ ყველაფერს, უკვე არეული გვაქვს ყველაფერი, იმიტომ რომ სასამართლო თავისით უბერავს, როგორც მოგახსენეთ და სასამართლოს მუშაობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერანაირს. და ამით განაცხენებული ხალხი ხელისუფლებაზეა განაცხენებული და საზოგადოების 80%-მა მეტმა დაჟე არც კი იცის, რომ სასამართლო ცალკე ხელისუფლების შტოა. არსებობს სამი ხელისუფლების შტო. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. სასამართლო ხელისუფლების შტოა და ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ქართულმა ოცნებამ დაუშვა 2012 წლიდან მოყოლებული, იყო სასამართლო ხელისუფლების ხელშეუხებლობა. ეს ხალხი იყო კინწისკვრით გასაყრელი, ზოგი მათგანი დასაჭერი იყო, იმიტომ კი არა რომ მე ასე მინდა. ამას ითხოვდა ქართული მოსახლეობის 52,000 კაცი. 52,000 კაცმა შეიტანა საჩივარი, რომ ესენი დამნაშავეები იყვნენ. თქვენ დააბარეთ ბიძიებო ხელი. თქვენ და რომ დააბარეთ ხელი, თქვენ გააგულავეთ ეს ხალხი, თქვენ გახადეთ მილიონერები და ამიტომაც ახლა ისინი სხედან შვიდად, წყნარად და თავისით უბერავენ. და ის განაცხენებული ხალხი, როგორც აღარ გითხარი, ვინც 5 წელი, 6 წელი და 7 წელი სასამართლოში ელოდება და სამართლებრივ შედეგს ვერ იღებს, ის ხალხი თქვენზეა განაცხენებული ხელისუფლებაზე. იმაზე კი არა, რომ სასამართლო ცალკე ხელისუფლებაა. აი ეს მოგდეხთ საბოლოოდ კისერს და ეს რომ არ მოხდეს, ახალი წლიდან იზრუნეთ ბიძიებო, იზრუნეთ სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებაზე, იზრუნეთ ხელისუფლების შტოების სწორად დანაწილებაზე და იზრუნეთ იმაზე, რომ დაგვიძახეთ, დიდი სიამოვნებით მოვალთ, მოგეხმარებით, გავაჯანსაღოთ განათლების სისტემა, შევიმუშაოთ სასწავლო პროგრამები, რომელიც სწორად მოაზროვნე, ეროვნულად მოაზროვნე და მართლმადიდებელ ახალგაზრდებს ახსნის. ჩვენ ხო გვინდა რომ შედეგი მივიღოთ. აი ეს იქნება სწორი. ეს არის ჩემი ბოლო გადაცემა, როგორც გითხარით 2024 წელს და 2024 წელს ბოლო გადაცემაში კიდევ ერთხელ დაგლოცავთ, ვერთვა დაგლოცოთ,
ღმერთმა დალოცოს საქართველო და მშვიდობა მისცეს ქართველებს, გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს, ბედნიერ ქრისტესობას და მრავალს დაესწარით.